პრეზიდენტის ვეტო სასამართლოების შესახებ კანონ პროექტებზე მოსალოდნელი იყო, ვინაიდან მან ამის შესახებ ჯერ კიდევ კანონ პროექტის განხილვის დროს განაცხადა, ამიტომ უმრავლესობა ამისთვის მზად ვართ. პირველ რიგში გავეცნობით მის შენიშვნებს, მოგეხსენებათ, კენჭი უნდა ეყაროს ჯერ პრეზიდენტის შემოთავაზებულ ახალ ვერსიას, შემდგომ ძველ ვერსიას. ვეჭობ, რომ მან რაიმე საყურადღებო შემოგთავაზოს ისეთი, რასაც ჩვენ გავიზიარებთ, ასე რომ მოსალოდნელია ამ საკითხზე პარლამენტის მიერ კენჭის ყრა და მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტი წარმატებით დაძლევს ამ ვეტოს, იმიტომ რომ ჩვენს მიერ მიღებული კანონები არის ქვეყნისთვის სასარგებლო, სასამართლოსთვის სასარგებლო და ამაზე ძალიან პირდაპირ და მკაფიოდ მიუთითებს ყველა, მათ შორის ვენეციის კომისიაც. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი არგუმენტი პრეზიდენტის იმის თაობაზე, თუ რატო დაბლოკა, შეაყოვნა ეს რეფორმა, არის ის, რომ თითქოს ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნები არ გავიზიარეთ. იმედი მაქვს, თქვენ ყველა მოისმინეთ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადება გუშინ, რომ ვენეციის კომისია მიესალმება ამ ცვლილებებს, თulis რომ სწორი მიმართულებით მიმდინარეობს რეფორმა და დიდი ხანია ეს გასაკეთებელი იყო. ასე რომ არგუმენტი სააკაშვილს უმცირესობას არ აქვს არც ერთი, გარდა იმისა, რომ მათ არ სურთ შეიცვალოს მდგომარეობა სასამართლოებში. სასამართლოებში მდგომარეობა შეიცვლება უკეთესობისკენ, მოსამართლეების მეტი დამოუკიდებლობისკენ, რაც საბოლოო ჯამში მოქალაქეების ინტერესში.